მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა და მე თქვენ გიზიარებთ კვირის არკანის ენერგიას, ოღონდ ცოტა სხვა ფორმატით. შევეცდები რომ ორი ვარიანტი გვექნება და სამაჯურების მიხედვით აგარჩევინოთ თქვენი ვარიანტები, იმიტომ რომ ახლა ვიმყოფები საბერძნეთში, მზიანი ათენიდან მოგესალმებით და კვირის არკანის ენერგია უნდა ვნახოთ აუცილებლად, სხვაგვარად არ გამოვა. ყველანაირად შეგიწყობთ ხელს რომ გაიმარტივოთ არკანების არჩევის მდგომარეობა. მაშასადამე ვარიანტი გვექნება სულ ორი. ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. იმისათვის რომ აირჩიოთ ან პირველი ან მეორე ვარიანტი, პირველი ვარიანტი იქნება ციტრინი, მეორე ვარიანტი იქნება წითელი იასპი. ახლა კარგად დააკვირდით ორივე ვარიანტს. პირველი ვარიანტი არის ციტრინი, მეორე ვარიანტი არის წითელი იასპი. დააპაუზეთ ეკრანი და რომელი სამაჯურიც ყველაზე მეტად უფრო მიგიზიდავთ, ესე იგი კვირის არკანის ენერგიებიც ზუსტად ამ სამაჯურის მიხედვით უნდა მოისმინოთ. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. იმედი აირჩიეთ თქვენი ვარიანტები, მე კი ვარიანტი პირველით ვიწყებ. პირველი ვარიანტი თქვენი კვირის არკანის ენერგია არის სამსჯავრო. პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ ერთი კვირის მანძილზე საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დადგებით. ეს იქნება ცვლილებები, რომელიც იქნება გადაწყვეტილი ნამდვილად კარმულ სცენარში და ეს არის ცვლილებები საკმაოდ დიდი ენერგიების მატარებელი. როდესაც ადამიანი ფუნდამენტალურად ცვლის თავის სტატუსს, თავის მდგომარეობას, ადგილმდებარეობას, სამსახურეობრივ პოზიციას. მაჩვენებს, რომ ეს ცვლილებები ძირითადად შემთხვევაში ყოველთვის უკეთესობისკენ არ არის ხოლმე, მაგრამ მე მაინც მინდა რომ დავაკონკრეტო ცვლილებები საით მიდის, რომ მე თქვენ არ შეგიყვანოთ რაღაცა ცრუ ილუზიებში, ხომ ასეა? პირველი ვარიანტი, რა ცვლილებები მოდის? მოდით ვნახოთ, ხუთიანების ხმლები, ცხრიანების პენტაკლები, ოთხიანების კვერთხები. არა, მე ვიტყოდი რომ ძალიან კარგი ცვლილებებისკენ მიდიხართ პირველ რიგში, იმიტომ რომ გაჭრით გარკვეულ კონფლიქტურ სიტუაციებს კონკრეტულ ადამიანთან ან ადამიანებთან, სადაც აუცილებლად დაალაგებთ თქვენს პოზიციებს, თქვენს საზღვრებს. ეს საზღვრების დაალაგება შეიძლება არ იყოს, რა თქმა უნდა, მშვიდ და წყნარ ნოტებში, ხო? შეიძლება ამას საკმაოდ ესეთი შეხლა-შემოხლა სიტყვიერი, შეურაცმყოფელი, ვთქვათ, კომუნიკაცია შედგეს ხო თქვენსა და კონკრეტულ ადამიანსა თუ ადამიანებს შორის, მაგრამ თქვენ მიხვდებით ამას, რომ ეს არის საჭირო. ეს არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენს ცვლილებებს, რომელიც თქვენს რეალობაში მოვიდა, პირველ რიგში თქვენ აყვეთ ფეხთა, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი დგება ცვლილებების წინაშე, სხვა ადამიანებისთვის მერე ნაკლებად არიან ხოლმე უსაფრთხონი. რას ნიშნავს უსაფრთხონი, ხო? ადამიანებს ერთადად არ უყვართ სტაბილურობის ენერგიიდან გამოსვლა, არ უყვართ ხოლმე რეალურად კომფორტის ზონიდან გამოსვლა და როდესაც კომფორტის ზონიდან გამოდის ერთი ადამიანი და შესაბამისად მეორე ვერ მიყვება, აქ ყოველთვის ხდება ხოლმე კონფლიქტური სიტუაციები, ყოველთვის ხდება ხოლმე აზრთა გაყოფა, ყოველთვის ხდება ხოლმე გაჯიბრება, გაუფასურება. ყოველთვის ხდება ადამიანის, რომელმაც გააკეთა გარკვეული ნაბიჯი, ენერგოინფორმაციული, ფიზიკური, რა ვიცი, ფსიქოლოგიური არ აქვს მნიშვნელობა, მეორე ადამიანი ცდილობს დაკაჩოს უკან. ცდილობს იმიტომ, რომ ვერ ეწევა ერთი და ცდილობს იმიტომ, რომ არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. ამიტომ თქვენ ამას აკეთებთ პირველ რიგში თქვენი უსაფრთხოებისთვის და ეს უსაფრთხოება გამომდინარეობს თქვენი პენტაკლებიდან და თქვენი სტაბილურობიდან. ხვდებით ხომ, ხანდახან უწევთ ადამიანებს, რომ საკმაოდ ხისტები, მკაცრები და ბასრები იყვნენ იმისთვის, რომ საკუთარი პიროვნული, ემოციური, ფინანსური, ენერგოინფორმაციული ყველანაირი სტაბილურობა და საკუთარი საზღვრები შეინარჩუნონ. გვიწევს ხანდახან ადამიანებს ამ ყველაფრის გაკეთება, როდესაც
ვხედავთ, რომ პროვოკაციები საკმაოდ დიდია და ვხედავთ, რომ ჩვენი წინ გადადგმული ნაბიჯები შეიძლება ჩვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს არ მოსწონდეთ. შეიძლება არ მოსწონდეთ, იმიტომ რომ არ მოსწონდეთ, ან იმიტომ რომ უბრალოდ თვითონ არიან შიშებში, მაგრამ მათი შიშები ხომ მათი პრობლემაა, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რადგან სხვა ადამიანი არის შიშებში, მეორე ადამიანიც, ამ შემთხვევაში თქვენ, უნდა იყოთ მუდმივად შიშებში, ხომ ეს არ იქნება სწორი. ეს არ იქნება სწორი, ხო? იმიტომ რომ მოდი დაჯექი ჩემს გვერდით შიშების ჭაობში და მოდი ერთად გვეშინოდეს, ხო? შენ წახვალ წინ, განვითარდები, იქნები წარმატებული, იმიტომ რომ მე მეშინია, იმიტომ რომ მე ეს ვერ შევძელე. და მოდი შენც ჩემს გვერდით იჯექი და გეშინოდეს, ხო? ეს არ მოხდება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ეს ცვლილებები, რომელიც არ იქნება მაინც და მაინც ასიამოვნო ერთი შეხედვით, თქვენ მოგიტანთ სტაბილურობას და პირველ რიგში სტაბილურობა იქნება ფინანსური ენერგიის მიმართულებით, პენტაკლების დედოფალი, ცხრიანების პენტაკლები, ოთხიანების კვერთხები მაჩვენებს იმას, რომ თქვენ თქვენს პიროვნულ სტაბილურობას აუცილებლად შეიძენთ თუ არ გქონიათ, ხოლო თუ გქონდათ და დაცვა და პირადი საზღვრების ვთქვათ გაბმა დაგჭირდათ, ეს ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ ხუთიანზე, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, ან გახდით ის ადამიანი, რომელიც ნამდვილად აფასებს თავის შემოქმედებას, თავის ენერგიას, თავის რესურსს და შესაბამისად თვითონ აღწევს იმ მიღწევებს, რასაც მე აქ ვხედავ, აბსოლუტურად თავისი ძალებით და თავისი ენერგიებით. ამიტომ თუ ვინმეს ხელი შეშლა მოუნდება, თქვენ იცით როგორ უნდა გასცეთ პასუხი. გამიგეთ პირველი ვარიანტი, დაგემშვიდობებით ციტრინი, დაგემშვიდობებით და გადავედით ახლა მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი წითელი იასპი, ვინც აირჩია, მოდით ვნახოთ თქვენი კვირის არკანის ენერგია რა იქნება, ხო? ხუთიანების თასები. კვირა ცოტა ემოციურად მაინც და მაინც კმაყოფილი ენერგიებით არ იწყება, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ, არ გაგანერვიულოთ, იმიტომ რომ ხუთიანების თასები ეს გარდამავალი არკანია, დღეს იქნებით ცევდიან ხასიათზე, დღეს იქნებით გულგატეხილი, დღეს იქნებით რაღაცნაირად სიტუაციურად არ იქნებით ისე ამაღლებულად და ისე კარგად არ იგრძნობთ თავს, როგორც გინდოდათ, მაგალითად, რომ ეს ასე ყოფილიყო, მაგრამ ეს დღეს ასეა და ხვალ უკეთესად იქნება. ეს არკანი არ არის კარმული არკანი, არ არის უფროსი არკანი, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ენერგია არის გარდამავალი. საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს ხუთიანების თასები? მოდით ვნახოთ. ათიანების ხვლები, გაუფრთხილდით ემოციებს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. აი ეს შემიძლია გითხრათ. ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, შარცასქესოს სისტემას გაუფრთხილდით, ნაღლის ბურჯს გაუფრთხილდით, შარდის ბურჯს გაუფრთხილდით. ხო? ყველაფერს, რაც შესაძლებელია რეპროდუქციულ ორგანოებთან და სითხის გადამამუშავებელ ორგანოებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არ ინერვიულოთ. ეს სიტუაცია დაალაგებადია, შეგიქმნით დისკომფორტ, შეგიქმნით ემოციურ არასტაბილურობას, მაგრამ დაალაგებთ. არ ინერვიულოთ. მეორე ვარიანტი, რა გველოდებათ ამ ერთი კვირის მანძილზე, მოდით ვნახოთ. არკანიმზე, ორიანების პენტაკლები, ოთხიანების პენტაკლები, რა ელოდება მეორე ვარიანტს? რვიანების პენტაკლები, ხუთიანების პენტაკლები, პენტაკლების პაჟი, რა ხდება? არკანი მთვარე, ზომიერება. ძირფასო, მომისმინეთ მეორე ვარიანტი, რა შემიძლია გითხრათ. პირველ რიგში ხასიათები თქვენი იქნება არაერთგვაროვანი. იქნებით კარგ ხასიათზეც, იქნებით ცოტა ესეთ დეპრესიულ ხასიათზე, მომენტებში ძალიან მოგაწვებათ პოზიტიური განწყობა, მომენტებში ძალიან ჩაიკეტებით, დაითურგუნებით, ხო? რაღაცა ესეთი გაზაფხულური ენერგიები არის მეორე ვარიანტი, მაგრამ არ ინერვიულოთ, აქაც არაფერი ესეთი სადარდებელი და სანერვიულო ნამდვილად არ არის, თუნდაც იმაში, რომ შეიძლება ხანდახან ხასიათები მკვეთრად გვეცვლებოდეს ქალბატონებს, რა შემიძლია გითხრათ. ერთადერთი არის ის, რომ უნდა გაუფრთხილდეთ მაქსიმალურად ფინანსურ ენერგიას.
მხოლოდ ამას გეტყოდით, თუმცა ფინანსურ ასპექტში მივიტყოდი, რომ ნამდვილად არ არის ცუდი არკანები. ის ემოციური არასტაბილურობაც, როგორც შეიძლება იყოს შიშები, ფოთვები, ესეც გადაივლის და მოხვალ ზომიერების ენერგიაში და ზოგადად მაჩვენებს, რომ თავს იგრძნობთ მთლიანობაში, კვირის განმავლობაში, არაფერი ისეთი საშიში და საფრთხე, ნახეთ ამ პენტაკლების ტუზი გაქვთ, ვფიქრობ, რომ სხვათა შორის შეიძლება რაღაცა კარგი საყი, რაღაც კარგი შეიძინოთ თქვენთვის. საკუთარი თავი გაახაროთ, საკუთარი თავი გაანებივროთ და ერთადერთი რაცაც ვიტყოდი, რომ აი რაღაცნაირად გაუხსოვდეთ საკუთარ ემოციურ ფონს. ბევრი წყენები არის თითქოს დაგროვებული, ბევრი სიბრაზეები შეიძლება იყოს დაგროვებული და ზუსტად ეს შეიძლება სხვათა შორის აჩვენებდეს თქვენს აი ამ გარდამავალი ხასიათის მდგომარეობას, იმიტომ რომ რეალურად ხართ ძალიან პოზიტიური ადამიანი, ძალიან დადებითი ადამიანი, მაგრამ არის რაღაცა სიბრაზეები ან კონკრეტული სიბრაზე. ეს პერიოდულად გაწვევათ და თითქოს გიფუჭებთ ხასიათს, ამიტომ ჯობია რომ საკუთარ თავში გაერკვათ და ეს სიბრაზე თან აღარ ატაროთ, იმიტომ რომ ძალიან ხაცად გიფუჭებთ ხოლმე გუნება განწყობას და ისევ რა თქმა უნდა თქვენთვის არ არის კარგი. და კიდევ რა შემიძლია გითხრათ, ჩემო ძვირფასო მზისკარელებო. თუ კი რაიმე ახალ შემოთავაზ მზისკარელებო, უკაცრავად. ჯგუფის წევრებს დაველაპარაკევ. მზის ადამიანის გამომწერებო და მაყურებელო, თუ კი რაიმე ახალ შემოთავაზებას მიიღებთ, იყავით ძალიან ყურადღებით, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, განსაკუთრებით მაშინ თუ შემოთავაზება იქნება მამაკაცისგან, ხო? იმიტომ რომ მე ვხედავ, რომ აქ არ გადადგავთ თქვენ ცრუ და არასწორნაბიჯს, მაგრამ მე მაინც გაფრთხილებთ, რომ არის გარკვეული საფრთხე იმისა, რომ იმაზე ნაკლები მიიღოთ, ან იმაზე ცოტას დათანხმდეთ, ვიდრე თქვათ სიტყვიერად არის ამის შემოთავაზება, ან ილუზია სადღაც, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება, ან ამდენი იქნება, ხო? თუ ეს რაღაც ფინანსურ ენერგიას ეხება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პენტაკლებია. სხვათა შორის ასევე გერჩევდით, რომ ამ ერთი კვირის მანძილზე ფინანსები არ გაასესხოთ. დაუთმეთ საკუთარ თავს, ასიამოვნეთ საკუთარი თავი, შეძლების დაგვარად, თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ და პრინციპში კიდევ რა არის მნიშვნელოვანი მეორე ვარიანტი, მოდით ვნახოთ, კიდე რა გაქვთ მნიშვნელოვანი მეორე ვარიანტი. არკანი სამართლიანობა, ყველაფერი აწონ-დაწონეთ თქვენს ირგვლივ, თქვენს რეალობაში. აუცილებლად არ იჩქაროთ გადაწყვეტილებებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი. და კიდევ მნიშვნელოვანი არის ის ჩემო ძვირფასებო, რომ თუ კი გრძნობთ, რომ ადამიანს კონკრეტულს ან ადამიანებს თქვენთან მიმართებაში ცოტა ზედმეტი მოსდით, შეიძლება ასე ითქვას, ან იმას ბედავენ, რასაც არ უნდა ბედავდნენ თქვენთან მიმართებაში, შეგიძლიათ ხმა მოიღოთ და პასუხი გასცეთ, ხო? თუ აღარ გინდათ, რომ ეს ყველაფერი, ვთქვათ, ამ ყველაფერმა სისტემატიური როლი მიიღოს, ხო? ამ ყველაფერმა შეიძლება სხვათა შორის ადამიანი ან დაგაკარგინოთ, ან რაღაცნაირად ჩამოგაშოროთ, ხო? მაგრამ ეს იქნება ძალიან სწორი, იმიტომ რომ ადამიანი თუ კი თქვენს სიკეთეს და თქვენს კარგ დამოკიდებულებას ბოროტად იყენებს, არ გჭირდებოდეთ ასეთი ადამიანი გვერდით არასდროს. მე ასე ვიტყოდი და პრინციპში ძალიან საინტერესო ნაყოფიერი კვირა იქნება იმ მხრივ, რომ ბევრი საინტერესო რაღაც მოხდება. პირველი ვარიანტი რაღაც ერთი მიმართულებით წავიდეთ და თქვენ რაღაც აი ინფორმაციულად ძალიან დაიგსაქსეთ, ხო? იქაც საინტერესო, აქაც საინტერესო, მაგრამ მთლიანობაში არის როგორც გაფრთხილებები, ასევე რა თქმა უნდა პოზიტიური და დადებითი ასპექტები. თასების დედოფალი, ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოთ. ყველაფერი იქნება იდეალურად, არ ინერვიულოთ. მიყევით საკუთარ სურვილებს, გრძნობებს, ემოციებს და აკეთეთ ის და ან თუნდაც დაუთმეთ ცოტა დრო იმის კეთებას, რაც ძალიან გიყვართ და გაბედნიერებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არის ემოციური. ესეთი ადამიანი ძალიან შთაბეჭდილებების ქვეშ შეიძლება მარტივად ყვებოდეთ და ამიტომ ეცადეთ, რომ შეიქმნათ კარგი შთაბეჭდილებები, თუნდაც იმით, რომ აკეთოთ ის, რაც გიყვართ. რაც გსიამოვნებთ და ამ დროს სხვათა შორის უფრო მეტად ნაყოფიერები ხდებით მეორე ვარიანტი, ამას მიაქცევთ ყურადღება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს, ძალიან დიდი სიყვარული თქვენთან იყო, არის და იქნება ნინო.